შაბათს 22 საათსა და 30 წუთზე. გულწრფელად მითხარი, ხო არ შენ არ მოგწონს ბატონი შალვა. გულზე ხელი დაიდე და ისე მითხარი, ხო არ მოგწონს. რა გულზე, გოგო, სადმა გული. გული და კეთილშობილება დავტოვე სახლში და ყოველ დღე მაგის გარეშე მოვდივარ ამ მარკეტად წოდებულ მონათა ბაზარში. გეხვეწები დამტოვე შეყარებულთა ხო? რატო ნახევარი საათი დამჩადე და მე სხვისი შეყარებული იქნება გეხვეწები. მე გამომეცადა ჩემი ყოფილი ქმარი. ერთი კვირა არ გასულა ჯერ და უკვე რა დღეში ვართ ეს ფუმფულა ბიჭო მიპოვნია გასათხოვებას. აუ როგორ კარგად გამოიყურება თავს ვაწონებს და რამე და საათის გიგებია ხო? დავშევიდე რა თანამშრომლები რა ამას რა გავაკეთო მე? ერთი ქალბატონი ავიყვანე. ხო. ცოტა ასაკიანი ქალბატონი არის, მაგრამ ფილიპე, კარგი რა. ასაკიანი ქალბატონი რაც მინდა მითხარი. დეკრეტში ვერ გავაღო? კარგია დედა არა. გიორგი ლექსი წაიკითხე შვილო დედა რო გეუბნება. დაჯექ პეპელა. მოფრენილო ველიდან. ნუ თუ არ დაიღალე. შენ ამდენი ფრენით. ყვავილები შენს ბაღში. ყვავის ნაირფერები. შენ გონია ფრთებს გატკენ? არა. მოგეფერები. დენაიდა პაჩკა. კაცი მაინც იყოს, გოგო, აი რაღაცა დიდი ცომის გროვა ჩემი. მე მომაყენე შეურაცხყოფა? ხო, შენ მოგაყენე შეურაცხყოფა. ხო, ზოგადადო, დაჯექი. შენზე ვთქვი, ხო, შენზე ვთქვი, იმენა შენზე. ანუ ზოგადად, კი ბატონო. მე მაინტერესებს ჯანმრთელობის პრობლემა, ქრონიკული პრობლემები თუ გვაქვს ფარისებრი, ვენების გაგანიერება, რა ვიცი, ყველაფერი, შაქარი, დიაბეტი. რა უცნაურ კითხვებს ეს? უცნაურს არ გისვამ შვილო, შენზე და თქვენი შვილების მომავალზე. მუშინას გადმოვყარე ის დამპალი, გაუბედურებული, ყველი აკოთებული იყო, მანქანა მოვაყენებინე კოლეასთან, გაუშვი ყველაფერი. დავწამლო ხალხი თუ რა არის ახლა ბერმუში. რა გულობია ყველზე მეუნება ეს უპატრონო. ფუნი ყარდა იქ ისე დღეში. შაბათს 22 საათსა და 30 წუთზე. ახალი შაბათის შოუ TV პირველზე.